ეხლანდელ დროს მთელი დედამიწა ზურგზე არ არის ერთი ერიც დარჩენილი, რომელსაც არ აქონდეს შუღლიანობა სხვა ერთასაგან. ამ დროს სწავლა და სიმართლე იოსე ქრისტესა არის მეტად მეტი საჭირო, ვიდრე წასვლილ დროში მთელ ადამიანთა ისტორიაში. იოსე ქრისტეს სწავლა არის სიყვარული, წმინდა სიყვარული ყოველ ერის და ადამიანისა. და მხოლოდ ქრისტეს სწავლა მისცემს ადამიანს გაგებას და სულთა გულის მშვიდობიანობას. ესე ჩვენ ვიხელებთ მეოთხე თავში სახარება იოანესი, ხოლო რომელმაც სვას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცემ მას, არღარა სწუროდეს უკან მისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცემ მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლისა, რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ. ჩემი პირად ცხოვრებაში იოსე ქრისტეს სიტყვებმა შექმნენ დიდი ცვლილობა და მომცა ჰარმონიული გაგვება როგორც ადამიანთ ტომისა ისწავლე მთელი სიცოცხლისა, ვისაც უყვარს ქრისტე და ღმერთი, მისი ეხლანდელი დღეები და მომავალი დალოცვილნი არნ, მას არასდროს არავინ და არაფერი. მას ნამდვილად შეუძლია თქვას, როგორც მის გულის ნატრა, შოთა რუსთაველის სიტყვებით, რასაცა გასცემ შენია, რასაცა არა დაკარგულია. შეუძლებელია მონახვა როგორც წასრულში, ეგრეთვე ეხლანდელ დროში ფილოსოფიური ან მეცნიერული სწავლა უკეთესი ვიდრე ქრისტისა. ქრისტიანობას ჰქონდა დიდი როლი ქართული ერის ისტორიაში. მან დაიცვა და შეინახა ერის კულტურა და მისი სამშობლო საქართველო. ამ სიტყვებით მე მაქვს სურვილი ჩემი გულში, რომ ყოველ ქართველი, ვინაც უსმენს ამ ჩემი სიტყვებს, აიღოს ქრისტეს სწავლა, მისი სიყვარული და იმით მიიღოს თავის ბედნიერება ამ სიცოცხლეში. ღმერთის სიტყვებით, რათა ყოველსა, რომელსა რწმენს იგი, არა წარსხმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნოდ. რამე თუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმეთ ძესა თვისი, მხოლოდ შობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა რწმენს იგი, არა წარსხმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნოდ. რამე თუ არა მოავლინა ღმერთმან ძეთვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მისი მიერ, რომელსა რწმენს მისი არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არ რწმენს, ასვე დასჯილ არს, რამე თუ არა რწმენა სახელისა მიმართი მისა ღმერთსა მხოლოდ შობილისა. ღმერთის სიტყვები პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმერთისათანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თავნიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა. მისთანაც ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა და ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. იყო კაცი მოვლინებული ღმერთისა მიერ და სახელი მისი იოანე. ესე მოვიდა მოწამედ, რათა სწამოს ნათლისა მისთვის, რათა ყოველთა რწმენს მისგან,
არათო იგი იყო ნათელი, არამედ რათა სწამოს ნათლისა მისთვის. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განათლებს ყოველსა კაცსა, მომავალს სოფლად. სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა. თავთათანა მოვიდა და თავსდა იგი არა შეიწყნას. ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფობა შულ ღმერთისა ყოფლად, რომელთა ხრწამს სახელი მისი, რომელი გვესმა დავიხილეთ, გითხრობთ თქვენ, რათქა თქვენსა ზიარება გაქონდეს ჩვენთანა და ზიარება ჩვენი მამისათანა და მისისათანა იოსე ქრისტესა და ამას მივსწერ თქვენ და რათა სიხარული იგი ჩვენი სავსებით იყოს და ესე არს აღთქმა იგი, რომელი გვესმს მისაგან და გითხრობთ თქვენ, რამეთო ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მისთანა, არცა ერთი. უკეთუ ვსთქვათ, ვითარმეთ ზიარება გვაქვს მასთანა და ჩვენ ბნელსაშინა ვიდოდეთ, ვსტყვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა. ხოლო უკეთუ ნათელსა შინა ვიდოდეთ, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარება გვაქვს ერთიერთს და სისხლი იგი იოსე ქრისტეს მისისა განსწმեց ჩვენ ყოვლისაგან ცოდვასა. უკეთოს ვსთქვათ, ვითარმეთ ცოდვა არა გვაქვს, თავსდა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩვენთანა. უკეთუ აღვიაროთ ცოდვენი ჩვენები, სარწმუნე არს და მართალ, რათა მოგიტევნეს ჩვენ ცოდვენი ჩვენი და განწმინდნენ ჩვენ ყოვლისაგან სიცრუისა.